ეს არის კაცობრიობის ისტორიაში უძველესი ტორტი. ლინცის ტორტი. ტორტი, რომელსაც არა მხოლოდ ისტორია აქვს, არამედ ტრადიცია, სტატუსი და იმდენად ღრმა კულტურული მნიშვნელობა, ამბობენ მის რეცეპტს გილდიაც კი იცავს. ეს ძალიან ლამაზად ჟღერს, მაგრამ ცოტა გადაჭარბებულია. უფრო ზუსტად რომ ითქვას, ლინცის ტორტი აღიარებულია ავსტრიის ტრადიციული საკვების ჩამონათვალში, სადაც აღწერილია მისი ძირითადი ნიშნები. ასევე ავსტრიაში არსებობს კონდიტერთა ოფიციალური პროფესიული გაერთიანებები. ასეთი გაერთიანებები იცავენ ხელობის ტრადიციას, პროფესიულ სტანდარტს და კულინარიულ მემკვიდრეობას საუკუნეების განმავლობაში. და იმისთვის, რომ ნამცხვარს ლინცის ტორტის სახელის ტარების პატივი ერგოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას. ცომის ბაზა უნდა იყოს ფხვიერი ცომით მომზადებული, მაგრამ ცომში უნდა იყოს დიდი რაოდენობით დაფქული ნუში, თხილი ან ნიკოზი. სანელებლები სავალდებულოა დარიჩინი და მიხაკი. შიგთავსისთვის ტრადიციულად იყენებენ წითელი მოცხარის ჯემს. ვიზუალით კი მისი სავიზიტო ბარათია ცომის დეკორატიული ბადე. მოკლედ დღეს ლინცის ტორტის რეცეპტს გაგიზიარებ და თან მის ისტორიასაც გადავავლოთ თვალი. პირველ რიგში წინასწარ უპასუხებ კითხვას, რომელიც ალბათ ბევრს გაუჩნდება. და სად არის აქ ტორტი? ეს ხომ ჩვეულებრივი ღვეზელი ან ტარტი? ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია. ძველად ტორტს ეძახდნენ ნებისმიერ მდიდრულ მორთულ სადღესასწაულო ნამცხვარს, რომელიც განსხვავდებოდა ყოველდღიური პურისგან. ფორმა არ იყო მთავარი იყო ძვირადღირებული ინგრედიენტები და სტატუსი. ლინცის ტორტი კი მზადდება ნიგვზით, ნუშიდან, თხილით, ძვირფასი სანელებლებითა და ჯემით. ეს კი ნამდვილი ფუფუნება იყო იმ დროს ევროპაში. შესაბამისად, მას კონდიტერიაში ყველაზე მაღალი სტატუსი, ტორტის სტატუსი მიენიჭა და ეს სახელი როგორც ხარისხის ნიშანი დღემდე შემორჩა. 2005 წლამდე ლინცის ტორტის უძველეს ცნობილ რეცეპტად 1696 წლით დათარიღებული ხელნაწერი მიიჩნეოდა. თუმცა 2005 წელს მკვლევარმა და ზემო ავსტრიის სახელმწიფო მუზეუმების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ვალტრაუდ ფაისნერმა ადმონტის სააბატოს არქივში აღმოაჩინა კიდევ უფრო ძველი 1653 წლის ხელნაწერი, რომელიც ეკუთვნის გრაფინია ანა მარგარიტა საგრამოსას. ხელნაწერი დღემდე ადმონტის სააბატოს არქივში ინახება და დაცულია როგორც კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი. მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, ამ ხელნაწერში ტორტი უკვე ლინცის სახელით გვხვდება. ეს ნიშნავს, რომ ის სავარაუდოდ 1653 წლამდეც არსებობდა. და რა თქმა უნდა, იქ სადაც საუკუნოვანი ისტორია ყოველთვის ჩნდება დამაბნეველი ლეგენდებიც. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ლინცის ტორტი ვინმე ლინცერმა გამოიგონა. ეს მითი ავსტრიელი მწერლისა და სატირიკოსის ალფრედ პოლგარის კალამს ეკუთვნის. მან ერთ-ერთ ნაწარმოებში ქალაქები, რომლებსაც ვერ მივაღწია, იხუმრა, რომ ლინცის ტორტი რეალურად ლინჩში კი არა ვენაში შეიქმნა ვენელი მცხოველის მიერ, რომლის გვარიც ლინცერი იყო. ეს უბრალოდ ვენური იუმორი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ხალხში ერთგვარ ალტერნატიულ ისტორიად გავრცელდა. კიდევ ერთი გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ლინცის ტორტი მე-19 საუკუნეში ავსტრიელმა კონდიტერმა იოჰან ვოგელმა შექმნა, მაგრამ ეს ვერსია ცდარია და არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ რეცეპტი ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში არსებობდა. მიუხედავად ამისა, ვოგელის როლის დაკნინებაც არ შეიძლება. შესაძლოა მან არ შექმნა ლინცის ტორტი, მაგრამ ნამდვილად აჩუქა მას ახალი სიცოცხლე. სწორედ ვოგელი იყო პირველი, ვინც ლინცის ტორტის სახლის სამზარეულოდან გამოიტანა და მასობრივ კომერციულ პროდუქტად აქცია. მისი წყალობით ლინცერი ლოკალური ტკბილეულიდან მსოფლიო დონის ცნობილ დესერტად და ბრენდად იქცა. ვოგელის ხსენებისას შეუძლებელია გვერდი აბუარო მის უმთავრეს ტიტულს, რომელიც მას არა საკონდიტრო საქმიანობისთვის, არამედ ადამიანობისთვის მიენიჭა. ის იყო გამორჩეულად კეთილშობილი პიროვნება, რომელმაც სიცოცხლე უპოვართა მზრუნველობასა და დაპურებას მიუძღვნა. მისი სოციალური ღვაწლის დასტურია ისტორიული ფაქტიც. მისი ქველმოქმედება იმდენად მასშტაბური და სისტემური იყო, რომ 1826 წელს ქალაქ ლინცის საბჭომ იგი ღარიბთა მამად აირჩია, რაც ნიშნავს, რომ მან ბევრად მეტი დატოვა ისტორიაში. მან დატოვა თანაგრძნობის და თანადგომის საუკეთესო მაგალითი. მადლობა და უდიდესი პატივისცემა მას ამისთვის. ლინცის ტორტი საუკუნეების მანძილზე სადღესასწაულო სუფრის ნაწილი იყო, ისეთი სუფრის, სადაც ოჯახი სტუმარს პატივსცემს და განსაკუთრებულ დღეს აღნიშნავს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ლინცის ტორტი ნელ-ნელა დაუკავშირდა ოჯახურ დღესასწაულებს, ნიშნობას და ქორწილს. ხშირად მას პატარა პორციული ნამცხვრის სახითაც აწყობენ გულის ფორმით. მოკლედ, ახლა ვიწყებ მის მომზადებას. პირველ რიგში ფქვილს შეურიე სანელებლები, მარილი, მოხალული და დაფქული ნუშის და ნიგვზის ნარევი. ცალკე ჯამში კი კარგად დარბილებულ კარაქს შეურიე შაქარი. ათქვეფა არ არის საჭირო. შემდეგ დავამატე კვერცხი და ლიმონის ცედრა. კიდევ მოურიე მასა შედარებით ერთგვაროვანი რომ გახდა, დავამატე მშრალ ინგრედიენტებს. სწრაფად მოვზილე ცომი, ბევრი დამუშავება ამ ცომს არ უხდება. მთავარია რომ ცომი შეიკრას და მზად არის. შევდგი მაცივარში 2 საათი. დრო რომ გავიდა, ცივი ცომის 2/3 გავაბრტყელებ ქვილმოყრილ ზედაპირზე, დაახლოებით 4-5 მმ სისქეზე და გადავიტანე ცხიმწასმულ საწყობ ფორმაში. ცომი საკმაოდ მყიფეა და ძალიან მარტივად იხევა, მაგრამ მის გასამაგრებლად ზედმეტი ფქვილის დამატება არ ღირს. რომ
რამაც ჩაიხეს ფორმაში გადატანისას ან დაიშალოს, მარტივად შეიძლება გასწორება. შემდეგ მოვუსწორე კიდეები, დარჩენილი ცომი დავჭერი ზოლებად და რამდენიმე წუთით გავაცია საყინულეში უფრო მარტივად რომ გადავიტანო ზედაპირზე. ახლა კი ყველაფერი მარტივია. ტარტის ფორმაში მოვათავსე წითელი მოცხარის ჯემი, სასურველია ჯემი ნაკლებ შაქრიანი და მომჟაო იყოს. ზემოდან დაჭრილი ცომით გავუკეთე ბადე, გადავუსვი კვერცხის გული და შევდგი წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, ზედა ქვედა წვაზე 40 წუთი დასჭირდა ჩემთან. ზედაპირი კარგად უნდა მოიბრაწოს. შემდეგ გავაგრილე ფორმაში ლინცის ტორტს როგორც წესი. მიირთმევენ მეორე დღეს, უსაფრთხოდ ინახება ოთახის ტემპერატურაზე 2-3 დღე. მაცივარში კონტეინერში კი 1 კვირაც. გამოდის ძალიან გემრიელი, არომატული. თუ მოცხარის ჯემით სწორად არის მომზადებული და ნაკლებად ტკბილია, გემოს ბალანსი იდეალურია. მოკლედ, როგორც დედამ თქვა გასინჯვის მერე, რაღაცნაირი სიმყუდროვის შემომტანი ნამცხვარია, ისეთი საღამოს ჩაისთან ან ყავასთან რომ უნდა მიირთვა ოჯახთან ერთად. მართლაც ასეა და ალბათ სწორედ ამიტომაც არის ავსტრიელებისთვის ოჯახური დღესასწაულების სიმბოლო. მადლობა რომ მიყურე ბოლომდე.